სახელითა მამისათა დაზისათა დასულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ხსენება არის დღეს მოწამისა უდლისა მიქაელ ყულოშვილისა ჰერელისა, რომლის ხატი აქ არის დაბრძანებული და რომელიც ეწამა 1918 წელს. ცხოვრობდა ჰერეთში დღევანდელ საინგილოში. იყო შემართული ერთგული ქრისტესი და მოყვარული თავისი ერისა და სამშობლოს. ეს ის პერიოდია, როდესაც რევოლუცია მძვინვარებს და ასე ვთქვათ, ბნელი ძალები კიდე თარეშობენ. და იმ დროს ისტორიული მდგომარეობა ისეთი იყო, რომ ჰერეთი დღევანდელი საინგილო მოკლედ ცილობის საგანი საკითხი იყო. თუ ჩვენი ჯარი ომობდა ქვეყნის საზღვრების დასაცავად და თუ ბოლშევიკური აგიტაცია და წითელი არმია ცდილობდა, რომ ყველანაირად დაერღვია ჩვენი მთლიანობა. მოკლედ ჰერეთი აღმოჩნდა მეზობელი აზერბაიჯანის გავლენის ქვეშ და იქ ეს ძალები თარეშობდნენ. არაპატიეს ქრისტიანობა და დაკლეს თავისავე საცხოვრებლის ეზოში, წინაპართა საფლავებზე. დღეს იქ ჩვენი ეკლესიის მცირე ნაწილზე იურისდიქცია ვრცელდება, არის მოძღვარი მამა პეტრე, რომელიც დღეს ალბათ აი ამ დიდ დღესასწაულს აღნიშნავს იქ ჰერელებთან ერთად და ულოცავთ ჰერეთის ეპარქიას ახალმოწამის ხსენებას და მამებს, ქრისტიანებს ყველას უსურვებთ შეწევნას მამა მიქაელ ყულოშვილისა, რომელიც ეწამა სამშობლოსათვის, ქრისტესათვის. დღეს ჩვენ ჩამოლოცვაში მოიხსენიეთ მოწამე მეფეები არჩილი და ლუარსაბი. ესენი სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდნენ, მაგრამ ეკლესია ერთად მოიხსენებს მათ, რადგან მათი შრომა და ღვაწლი, ლოცვა, სამშობლოს გაერთიანებისათვის ბრძოლა იყო ორივე მეფისათვის დამახასიათებელი და ორივე ეწამა სამშობლოსათვის და ესე იგი არჩილმაც, რომელიც არაბების შემოსევების დროს მეფობდა ქართლში და ლუარსაბიც, რომელიც ირანელების შემოსევებისას შაჰ-ავაზის პერიოდში მეფობდა საქართველოში, ქართლში. ერთი ღვაწლი იტვირთეს. რა თქმა უნდა, ორივე მარბიელი მომხდური იმუქრებოდა, თუ რწმენას არ შეიცვლიდნენ, მაშინ ააოხრებდნენ ქვეყანას. ევედრებოდნენ მისი თანხლები და ახლო თანამზრახველნი და თანამუშაკნი მეფე ლუარსაბს, რომ არ წასულიყო შაჰთან სტუმრად, რადგან ყველა მიცოდა, რომ ეს იყო ტყვილი. მაგრამ მეფემ თქვა, რა სიკეთე შევიძინო, თუ კი ჩემი გულისთვის მთელი ქვეყანა ააოხრა და არჩევანი გააკეთა. მიდის, რა თქმა უნდა, იცის, ეს სტუმრობა არ არის, ეს არის ტყვეობა. და მიდის შაჰთან ვითომ სტუმრად, უბრალოდ იცის ტურისტვის მიდის, შაჰს გაუხარდება და კიდევ ესეთ შეურაცხყოფელ მდგომარეობაში სურს, რომ ჩააყენოს და თავისი და ლუარსაბის და მოეწონება და ცოლობას მოითხოვს მისას. მაშინ ეს დღეს რო წარმოგვიდგენია, რომ მეფობა, დედოფლობა იყო დიდი პატივი, რა თქმა უნდა, დიდი პატივია, მაგრამ ეს არის დიდი ჯვარი, ღვაწლი. მეფე თავის თავს არ ეკუთვნის, აკეთქვით მეფემ არჩილმაც და ლუარსაბმაც სახარებისეული ცნებით იხემძღვანელეს და თქვეს, რა სიკეთე უნდა მივიღოთ, უკვე ჩემი გადარჩენისთვის მთელი ჩვენი ერი ქვეყანა უნდა მოისრას, დაინგრეს, განადგურდეს
ამიტომ მირჩია მოწამეობა და ეს სრული შეგნებით არც შიშით ღვთისადმი სიყვარულითა და ერთგულებით წავედნენ ამ თვითშეწირვაზე. მეფე ლუარსაბი 7 წელი ციხეში ჰყავდა და წარმოიდგინეთ 7 წლის ყოველ დღეს მეფესთან აგზავნიდნენ მოსყიდულ თუ წარსულში ქრისტიანებს თუ უბრალოდ ჯალათებს ხანაშინებდნენ ხან დათაფლულნიანით ელაპარაკებოდნენ პირდებოდნენ ყველაფერ ეგრეთ წოდებულ ამქვეყნიურ სიკეთეს პატივს ძალაუფლებას დიდებას მაგრამ არც ერთი არ მოტყოდა ეშმაკი შეთავაზებიდან და ესეც სახარებისეული გამოცდილება იყო და მეფე დედოფალმა და მეფე მთავრებმა იცოდნენ ეს და აი როგორც 40 დღის მარხვის შემდეგ ეშმაკიო მიუხვდა ქრისტეს და გამოცდიდა ხან უთხრა აბა თუ მოგშივდა ამქებს უბრძანე და ყურებად იქცევია ამითი ბოროტს უნდოდა რომ თავმოწონებასა და ასე თქვათ პატივმოყვარეობაში ჩაეგდო ქრისტე და უფალმა უთხრა არა მხოლოდ პურითა ცხონდების კაცი რომ ნახა ეშმაკმა რომ ვერ ძლია ღმერთ კაცს მაშინ უთხრა თისვერზე აიყვანა და უთხრა მთელი წუთი სოფლის სიმდიდრეს განძს შენ მოგცემ ყველა სამეფოს ძალაუფლებას შენ მოგცემ თუ კი დავარდე და თაყვანი მცე მე აი მაშინ უფალი ამბობს და ეს არათუ მარტო ჩვენი წინაპრებისათვის სასმენელად ითქვა არამედ ჩვენთვისაც სასმენელად ითქვა განვეც სატანა მართლუკო რამე თუ წერილ არს ხოლოსა ღმერთს ამსახურებდე და ხოლოსა მას სცემდე თაყვანს და ჩვენი აი მოწამე არჩილდა მეფე ლუარსაბი მეფენი ზუსტად ამ საფრთხო სწავლებითა და გამოცდილებით ხელმძღვანელობდნენ როდესაც მათ თუ არაბი თუ ირანელი დამპყრობელი თუ თურქი სთავაზობდა რაიმე პატივსა და დიდებას ამბობდნენ რომ მხოლოდ ქრისტეს ერთგულებით დაიცამენ და წარმავარელ წუთი სოფლისა არანაირი პატივი დიდება მათთვის საძებნი და სასურველი არ არის და აი ესე მეფე ლუარსაბი შემდეგ საშინლად მოწამეობრივად აღესრულა როიტყვიან შაჰს იმედი გადაეწურა მიხვდა რომ მეფე ქრისტეს არ უღალატებდა შეაგზავნეს მასთან მკვლელები მოსყიდული მკვლელები შილდისრის საბლით დაახჩოს და იქვე ციხის შიგნით გალავნის შიგნით გათხარეს სამარე და იქ დამარხეს ისე მეფე არჩილი არაბებმა რო ჩაიგდეს ტყვეთ მოეწონათ მისი სიჭაბუკე შეხედულება მეომრული ესეთი უნარი ბრძოლისა მოკლედ ყველაფერი მოეწონათ და დაუწეს ესე დათაფლულიანით მასაც მოტყუება დათმე ყველაფერი და პატივს დიდებას ძალაუფლებას ყველაფერს მოგცემ მეფემ უარი უთხრა რა თქმა უნდა ქრისტე ერთხელ აღიარეთ და მისი მოღალატენი ვერ შევიქნებით წარმავალი პატივის სიმდიდრისა და დიდებისა გამო და ერთი მოღალატე იყო არაბებთან გამყიდველი რომელიც მივიდა და თავისი პირადი შურისძიებისა გამო მეფეზე იძია შური მისთვის ანგარება იყო ის საცდური რომლითაც მან სული ხო დაიღუპა და მეფეს გვირგვინი მისცა და მეფემ აი ამის თქვათ მნახველმა და მსმენელმა კი არ გაბრაზდა იმ მოღალატეზე მოღალატისა ღვაწლი მოღალატისა წლილი იცის თუ რა არის მას აუცილებლად საჟელი მიეცემა როგორც იუდას ღმერთკაცის იესო ქრისტეს მოღალატეს მიეზღო და პირიქით უთხრა რომ იმას რასაც ეს ადამიანი ამბობს მე განძი მამაჩემის მხოლოდ ვიცი პატარა ვიყავი რომ სად ამოთხარეს და წაიღეს ხოლო
ბიზანტიის კეისრისა განძის შესახებ არაფერი ვიცი. რა თქმა უნდა არ დაუჯერა, იმიტომ რომ ის არაბიც ამ სიმდიდრისა სურველი იყო და რა თქმა უნდა არ ირწმუნა მეფის არჩილისა. აწამეს თავი მოჰკვეთეს. მერე დიდებულებმა ჩუმად ღამიანად გამოიტანეს და დაკრძალეს აქეთ. მოკლედ ეს ჩვენი როგორც ქრისტეს ამრჩეველი ერისა და ქვეყნის წილხვედრილობა არის. აქ ვამბობთ რომ დედაღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი და დედაღვთისმშობლისა წილხვედრი არის საქართველო. რა თქმა უნდა ესეა, მაგრამ ეს დიდი პატივი არის. ეს დიდი პასუხისმგებლობა არის. კი არ გვეშინია. უკვე თუ ქრისტე გვიყავს რაღაცი გვეშინია. უკვე თუ ქრისტე ჩვენთან არის და ვამბობთ ამას ყოველთვის, თუ ამ სიტყვების შინაარსში ღრმა ჩვენი განცდა დევს თითოეული სიტყვის, მაშინ უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა ვისა მეშინოდეს, ეს მუდმივად ჩვენს გულსა და გონებაში ხმიანობს და ვერანაირი ძალა ვერ მოერევა ამას. ახალმოწამეები ბევრი არიან და ნუგონია ვინმეს ვინც ეკლესიის მტერია, რომ არ იქნებიან ხვალ, იქნებიან. იმიტომ რომ ეკლესია არაა მხოლოდ წარსული, ეკლესია არის ცოცხალი და იგი როგორც უფალი გუშინ დღეს და მომავალში თავადი იქნება როგორც უფალი ისე ეკლესია. რატო? იმიტომ რომ ეკლესიის თავი არის თავადი იესო ქრისტე. და სანამ იესო ქრისტეს მადლი და მფარველობა არის, ეკლესია არ დაირღვევა. შეიძლება დევნო, მაგრამ ვერ დაარღვევა. იმიტომ რომ ჭენი ჯუჯუხეთისანი ვერ მოერევიან მას. ეს არის კლდე, რომელზედაც ვინც მტერია დაიმსხრება და რომელიც დაეცემა მას გასრისოს. მოკლედ, ჩვენ ქრისტიანები, მართლმადიდებლები, ვხარობთ იმით, რა ჯილდოც ღვთით მოგვეცა. მოციქული ამბობს, ხოლო სარწმუნოებისაგან სიმართლე ესერთ იტყვის, ნოიტყვი გულსა შენსა, ვინ აღვიდეს ზეცად. ესე იგი არის ქრისტესი გარდამოყვანება. ანუ ვინ შთავიდეს უსკრულად, ესე იგი არის ქრისტესი მკვდრეთით აღმოყვანება. ნუ რავი ნოიტყვი ჩვენთაგანი, რომ ვინ ცხონდეს და ვინ წარიწმინდოს. რადგანაც თუ რწმენა გვისწავლია უფლისაგან, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ზეცად აღსვლისა უფლება მხოლოდ ქრისტესია, რომელიც ზეცით გარდამოხვდა. ხოლო ჯოჯოხეთად შთასვლის განჩინებას მხოლოდ უფლისა, რომელმაც ჯვარცმით ჯოჯოხეთი დაამსხვრია, წარმოსხვევნა და იქ ყოფი მართალთა სულები აღმოიყვანა. და ჩვენ სხვისა განკითხვის სანაცვლოდ საკუთარ ცოდვაზე უნდა ვფიქრობდეთ. რა შევცოდეთ? ჩვენ ძველებს კარგი ნათქვამი აქვთ. ნემსისა და აქლემის ქურდი ქურდია. ცირესი და დიდის შემწოდე დამარღვეველი ცოდვილია. და ცოდვილისათვის გამოსავალი რა არის? სინანულით აღიაროს თავისი შეცდომა და უფალს თხოვოს ცოდვათა მიტევება. გამოსავალი ერთია. მოციქულები მივიდნენ და ეკითხებიან, როგორ გადარჩება ესერი. მხოლოდ ესერი გადარჩება მხოლოდ მარხვითა და ლოცვითა. ესე იგი ჩვენი გამოსავალიც, თუ კი გსურს, რომ სასופველი დავამკვიდროთ, ერთია გზა, რომელზედაც უფალი ამბობს. გზა სასופველისკენ ვიწროა და ძნელად სავალი, ეკლიანი. და ამაზე მცირედნი დადიან. ამიტომაც ამხნევებს იმ მცირედს. ნუ შეძრწუნდება მცირე სამწყსო, რამე თუ მე თქვენთანა ვარ. და მე მხოლოდ ასე სიტყვიერად კი არა, მე ვძლია ამ სოფელს. მან ძლია თავისი ჯვარცმით ამ წუთის სოფელს და გვაჩვენა გზა სასופველისაკენ. გზა სიმართლისა, გზა ქრისტესი, რომელიც ვიწროა, ეკლიანი, მცირედნი დადიან, მაგრამ მათი გვირგვინი საბოლოო დიდია. ვერაფერი ამ წუთის სოფლისა ამ ქვეყნიური ვერ შეედრება მას. ხოლო გზა ფართოა და მრავალნი დადიან და ეს ფართო გზა
წარსაწმენდელისაკენ მიდის. ამიტომაც ჩვენ თუ გივიცით უფლისა სიტყვა, ქადაგება და მცნება. სურს რომ ცხონდეთ, მაშინ ვირჩევთ ვიწრო გზით, ეკლიანი გზით სიარულს. რა არის ეს? ცნება მოვისმინე, რჯული მოვისმინე, ვეცადო რომ რჯულის მიერად ვიცხოვრო. ეს რჯულის მიერად ცხოვრება რა არის? დღეს ჩვენთვის მცირედი არის. ქრისტეს ერთგულებით ვიცხოვროთ. შინ და გარეთ, ეკლესიაში და ეკლესიის გარეთ. რადგან ვიცით რომ ორთა უფალთან მონება შეუძლებელია. თუ კი ვირჩიეთ ქრისტესთან უნდა ვიყოთ ყველგან. სამსახურში, ყანაში, მეგობრების წრეში, დიდთან და პატარასთან. ყოველთვის უნდა ვამბობდეთ. შრომაში, სწავლაში, ყოველთვის უნდა ვამბობდეთ. ქრისტემ ესე გვიქადაგა. და ყოველთვის უნდა ვეცადოთ. იქ სადაც ვდგავართ, რა საქმესაც ვაკეთებთ, რა პასუხისგებლობას გვაკისრია სამოქალაქო თუ საეკლესიო, ის პასუხისგებლობა კეთილად ვატაროთ და მონდომებით, სიყვარულით ვატაროთ. ღმერთი ხედავს ყველაზე მცირესაც კი და იმ მცირესაც არავის არ დაუკარგავს. და სხვისა გამკითხველი, თუ კი თავის ცოდვას დაივიწყებს, მაშინ ის თავ ქვეყნიერებას განიკითხავს. და ამბობენ მამები, რომ ადამიანი განკითხვის ცოდვით დაიღუპება და რატომ? პირველად მეზობელს განიკითხავს, ოჯახის წევრს განიკითხავს, ვიღაცას რომელმაც გული ადგინა. შემდეგ მივადა დაიწყებს სასულიერო პირის განკითხვას, მერე მიადგება და დაიწყებს ეპისკოპოსის, მერე მიადგება პატრიარქის განკითხვას, მერე მიადგება ყველას განკითხვას და ბოლოს მივახვთ ის გმობამდე. ამიტომაც განკითხვის ეშმაკი არის ძალიან მძვინვარე, დაუნდობელი. მოდის თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ ვისაც მიიმხრობს და ვისაც ჩააგდებს განკითხვის ცოდვაში, მას ბოლომდე ბოროტად აშრომებს და ბოროტისაწილ მიიღებს იუდას განაჩენს, წარწმენდას. და რატომ? იმიტომ რომ უფალმა თქვა, ვინც ცოდვას არ ერიდება და ვინც ცოდავს, იცოდეს რომ ცოდვისა ნაყოფი სიკვდილი არს. ღმერთს ვთხოვთ ჩვენს მინდა მეფეებს, ჩვენს ახალმოწამე მამა მიქაელ ყულოშვილს, ჰერელს, ჩვენს დიდ წინაპრებს, ჩვენს ზეციურ მფარველებს, წმინდანთა დას, მოგცეს მადლი უფალმა, მოგცეს მადლი ღვთისა, რომ ერთითა პირითა, ერთითა გულითა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, আজ და უკუნისამდე. ამინ.